არის თუ არა ხერხემლის მართლაშორისი დისკის პროტრუზია საოპერაციო და რა უნდა გავაკეთოთ მწვავე პროტრუზიის დროს. სანამ დავიწყებდი ახსნას, მინდა გითხრათ, რომ მწვავე პროტრუზია არ არის საოპერაციო. ზოგადად პროტრუზია არის მართლაშორისი დისკის ტრავმა, მიკრობზარი. ამ დროს დისკის რკალი არ არის სრულიად დაზიანებული და პულპოზური შიგთავსი არ არის გადმოღრული გარეთ. ვიზუალურად მართლაშორისი დისკი გამოიზნიქება ტრავმირებული არიდან გარეთ დისკში არსებული დიდი წნევის გამო. მიზეზი პროტრუზიის განვითარებისა არის უცაბე და დაწეული მძიმე წონა, რა დროსაც ვითარდება ძლიერი ტკივილი წელის ან კისრის არეში, რომელიც ელვასავედ გაივლის კიდურში. ამ დროს ორგანიზმის დამცველობითი რეაქციიდან გამომდინარე ვითარდება ლოკალური ანთებითი პროცესი და იჭიმება პარავერტებრალური კუნთები. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? ტკივილის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში პაციენტი უნდა იყოს ფრთხილად, შეზღუდოს ფიზიკური აქტივობა, მიიღოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და არავითარ შემთხვევაში B12 ჯგუფის პრეპარატები ჰორმონალური პრეპარატებთან ერთად. ამ პერიოდში დაუშვებელია ტურნიკზე ჩამოკიდება, მასაჟი, ვარჯიში და ასე შემდეგ. ამ დროს ეფექტურია აპარატურული თერაპია, ესენია მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია დაბალი ინტენსივობით და არავითარ შემთხვევაში ელექტრომიოსტიმულაცია, რამე თუ მწვავე სტადიაში ხერხემლის კუნთები ისედაც დაჭიმულია და სტიმულაციამ შეიძლება უფრო ტკივილები გაამწვავოს. 2 კვირის შემდეგ პაციენტმა უნდა იოროს ფეხით, რამე თუ სიარულის დროს ყველაზე ეფექტურად იკვებება ხერხემალი და დაზიანებული მართლაშუა დისკი უფრო სწრაფადაც რეგენირდება. ტკივილების დასრულებიდან დაახლოებით 1 თვეში პაციენტმა უნდა დაიწყოს სამკურნალო ვარჯიში კვალიფიციური რეაბილიტოლოგის დახმარებით. და ბოლოს, თუ ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს შეასრულებთ, ხერხემლის პროტრუზია აუცილებლად შეხორცდება 3 თვიდან 5 თვეში. ის არ გართულდება თიაქრად და რასაკვირველია, ოპერაციაც არანაირად არ იქნება საჭირო.